ილონ მასკი ChatGPT-ის შემქმნელის ჩაძირვას გეგმავს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ყოფილი პარტნიორის მუდმენის წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყო. საქმე შეიტანა და მთელი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყურადღება მიიქცია. რას ედავება SpaceX-ის დამფუძნებელი OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორს? ამაზე ვცლა ჩვენი ჟურნალისტი ერეკლე ფოლადიშვილი ისაუბრებს ერეკლეს აღამშვიდობის. ბექას აღამშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. ის სამართლებრივი დავა, რომელზეც დღეს უნდა გესაუბროთ და რომლის განხილვაც კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში ამ კვირას დაიწყო, თითქმის 10 წლიანი დაპირისპირების კულმინაცია. მისი მიზანია გაირკვეს, ჰქონდა თუ არა ChatGPT-ის შემქმნელ სტარტაპ OpenAI-ის უფლება დამოუკიდებლად დაესრულებინა საქველმოქმედო საქმიანობა და გამხდარიყო მოგებაზე ორიენტირებული კომპანია. საქმის პირველი მასალები ჯერ კიდევ 2015 წლის პერიოდით თარიღდება. იმ პერიოდით, როცა ილონ მასკი, სემ ოლტმენი და გრეგ ბროკმანი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ორიენტირებული ლაბორატორიის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამ სტარტაპის მიზანი ისეთი ღია კოდის AI მოდელის შექმნა იყო, რომელიც კაცობრიობას სიკეთეს მოუტანდა. მაშინ მასკმა OpenAI-ში 38 მილიონი დოლარი ჩადო და ახალგაზრდების გუნდს საუკეთესო სპეციალისტებით შემოუკრიბა. სხვათაშორის სწორედ იმ პირობით, რომ სტარტაპი არასდროს გაიხედავდა ფულისკენ, თუმცა 2017-18 წლებში მათი გზები გაიყო. მასკმა საკუთარი ხელოვნური ინტელექტის განვითარება დაიწყო, ოლტმენმა კი OpenAI-ისთვის მოგებაზე ორიენტირებული შვილობილი კომპანიის შექმნა და ანონსა და მოგვიანებით შექმნა კიდეც. მოდი მივყვეთ თანმიმდევრულად, რომელ მხარეს რა არგუმენტები აქვს. ილონ მასკის იურიდიული გუნდი ამტკიცებს, რომ ოლტმენმა და ბროკმანმა მასკი მოატყუეს, ცრუ დაპირებები მისცეს და მილიონობით დოლარი თაღლითურად ჩაადებინეს. თურმე ისინი მილიარდერს დაჰპირდნენ, რომ OpenAI-ში შემუშავებული ხელოვნური ზოგადი ინტელექტი სამუდამოდ ღია და უფასო დარჩებოდა. აქ საყურადღებო ფაქტია, რომ 2018 წელს გახლეჩის წელს მასკმა დამფუძნებლებს OpenAI-ის საკუთარი კომპანიის საკუთრებაში შეყვანა შესთავაზა. რაზე უარმაც პირველად დაეჭვა მასკი და მიახვედრა, რომ ოლტმენისა და ბროკმანის ინტერესი პროდუქტის საჯაროდ წარდგენის შემდეგ უფრო მეტი ინვესტორის მოძიება და მეტი ფულის გაკეთება იყო. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც OpenAI-იმ ინვესტიციების მიღება დაიწყო, მისი კაპიტალიზაცია თითქმის 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. საბოლოოდ კი ისე წარმოჩინდა, რომ მასკმა საკუთარი ფინანსური თუ ადამიანური რესურსი სხვების გამდიდრებას მოახმარა. მისი 38 მილიონი და მიყვანილი კვალიფიციური კადრი ოლტმენმა და ბროკმენმა მზაკრულად გამოიყენეს და მილიარდერი შრალზე დატოვეს. მასკის შეფასებით OpenAI-იმ წითელი ხაზები 2022 წელს გადალახა, როცა Microsoft-ს 10 მილიარდის სანაცვლოდ დაუპარტნიორდა. იმ წელს მისი საქველმოქმედო ხასიათი, როგორც მასკი ამბობს, წარსულს შაბარდა, ამიტომაც რაც კი ფული მოიტანა და შეაგროვა სტარტაპმა, ბოლო 4 წელიწადში, ანუ 2022-დან 2024 წლამდე, მისი წილი აქედან, კერძოდ 130 მილიარდი, მას უნდა გადაეცეს. მას ეკუთვნის, როგორც მზაკრულად მოტყუებულ დამფუძნებელს. მილიარდერი პირობას დებს, რომ არც ერთ ცენტს თავად არ გამოიყენებს და ქველმოქმედებას მოახმარს. ახლა ვისაუბროთ დაცვის მხარეზეც. სემ ოლტმენის ადვოკატები აცხადებენ, რომ მომგებიან სტრუქტურაზე გადასვლა არა სურვილი, არამედ ეკონომიკური აუცილებლობა იყო. აუცილებლობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარების ასტრონომიულმა ხარჯებმა განაპირობა. ხარჯებმა, რომელთა ისევაც საქველმოქმედო მიზნით გაღება მასკმა წლების წინ, დაახლოებით 2017 წელს, აღარ ისურვა. მათ წარმოადგენეს საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მასკი ოლტმენს OpenAI-ის საკუთარ კომპანია Tesla-სთან შერწყმას ჯერ კიდევ 2017 წელს თავაზობდა. ანუ მარტივად რომ წარმოგადგენინოთ, თან 2015 წელს მოსთხოვა ოლტმენს ყოველთვის მიუკერძოებელი საქველმოქმედო და საჯარო დარჩითო და თან 2 წელიწადში მის კომპანიასთან შეერთებას შესთავაზა, რაც ავტომატურად ნიშნავდა ყველა ამ პირობის დარღვევას. ოლტმენის ადვოკატების მტკიცებით, რეალობა ისაა, რომ მასკს შურს ChatGPT-ის წარმატების და მათივე სიტყვებით რომ თქვათ, ბოღმა აღრჩობს, რომ ხედავს
Grok-ის AI მოდელი ასეთი წარმატებულიც რომ არ არის. სხვათა შორის OpenAI-ის ზურგს უმაგრებს ტექ გიგანტი Microsoft-ი, რომლის ადვოკატების მტკიცებითაც 2022 წელს დადებული შეთანხმება სამართლებრივად სრულიად გამართული იყო. შესაბამისად, მასკს აქ არგუმენტები არ აქვს. მოკლედ, ამ ისტორიული დავის პირველი ნაწილი 4 კვირაში დასრულდება და ალბათ მალევე გამოჩნდება იმის კონტურებიც, რა ბედიელის ChatGPT-ის შემქმნელ სტარტაპს. თუ მასკმა მოიგო, თანამდებობას დაემშვიდობება Sam Altman-ი და ვერც OpenAI შეძლებს საფონდო ბირჟაზე გასვლას, რაც წელს არის დაანონსებული, რადგან კომპანიას საქველმოქმედო სტატუსის აღდგენა მოუწევს. ხოლო თუ დაცვის მხარე გაიმარჯვებს, ერთი მხრივ ეს იქნება უდიდესი დარტყმა მასკის რეპუტაციისთვის, მეორე მხრივ კი ამოსუნთქვა გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის, რადგან როგორც თავიდანვე აღვნიშნე, მათ $100 მილიარდი OpenAI-ში იმისთვის ნამდვილად არ ჩაუდიათ, რომ შემდგომ სტარტაპი კვლავ საქველმოქმედო ორგანიზაციად ქცეულიყო.